ეროვნული პროტესტი სერბეთში ვერც პრემიერის წასვლამ ჩააცხრო. ეს იმიტომ, რომ ძალაუფლება აქ არა ვუჩევიჩის, არამედ ვუჩიჩის ხელშია. ქვეყნის პრეზიდენტის უკვე თითქმის 8 წელია. ალექსანდრ ვუჩიჩი კვლავ თავის პოსტზეა და დასაფიქრებლად 10 დღიანი ვადა აიღო. ორი ვარიანტი აქვს. ჩანიშნოს ახალი არჩევნები ან დანიშნოს ახალი მთავრობა. მან აიღო 10 დღე, იმ 30 დღიდან, რომელიც კანონის მიხედვით ახალი მთავრობის დასანიშნადაა განსაზღვრული. უნდა ითქვას, რომ მართლ პარტიას და მის პარტნიორ კოალიციებს ახალი მთავრობის ასარჩევად ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა აქვთ. მაგრამ პრეზიდენტს ექნება პოლიტიკური დისკუსიები პარლამენტში, მათ შორის იგულისხმება ოპოზიციური პარტიებიც, თუ ისინი ამას ისურვებენ, ეჭვმეპარება. მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ იქნება საზოგადოებრივი აზრის კვლევა. მთავრობა დაელოდება იმას, პროტესტი იკლებს თუ პირიქით იმატებს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს პრეზიდენტი ახალი მთავრობის ან ახალი არჩევნების საკითხს. საზოგადოებრივ აზრს ყოველდღიურად ადევნებენ თვალს მთავრობაშიც, ოპოზიციაშიც და არასამთავრობო სექტორშიც. თავად პრემიერ-მინისტრის გადადგომას რაც შეეხება, არ მგონია სტუდენტების მოქალაქეებისა თუ ოპოზიციის თვალთახედვიდან ეს საკმარისი იყოს. ალბათ ამისათვის ცოტა გვიანია. ისინი ყველაფერში პრეზიდენტის დანაშაულს ხედავენ. ამიტომ არ მგონია პრემიერის ან ნოვი სადის მერის გადადგომა მათ აკმაყოფილებდეთ. ამას ღიად ბევრი არ ამბობს, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ალექსანდრ ვუჩიჩია ამ პროტესტის მთავარი მიზანი. ხელისუფლების მიმართ ბრალდებები კი მეტწილად ეხება კორუფციას, თუმცა ასევე არაეფექტიანობასაც და მცდელობას გაემალათ ნოვი სადში მომხდარი ფაქტი და მისი მონაწილეები. ყველაფერი ნოემბრის ბოლოს გამწვავდა, როდესაც ბრაზმა სერბი ხალხი სახლებიდან ქუჩებში გაიყვანა. ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის ჩამოშლას 15 ადამიანი ემსხვერპლა. საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ეს არ მოხდებოდა, რომ არა კორუფციული სისტემა, რომელიც სამშენებლო სიბრტყეს მნიშვნელოვნად ცდება. 10,000-ობით დემონსტრანტის დასაკმაყოფილებლად სერბეთის მთავრობას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მათ შორის მაღალჩინოსნების დაკავებები, დოკუმენტების გასაჯაროვება თუ სხვა. პროტესტის მონაწილეებმა არც ერთი არ დაიჭერეს. ვითარება დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებამ გაამწვავა. აქტივისტები მთავრობასთან აფილირებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან თავდასხმებზე ალაპარაკდნენ. ბრალდებებს სერბეთის ხელისუფლება იმ ნარატივს უპირისპირებს, რომ სერბეთში პროტესტი უცხო ძალის სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული და ორკესტრირებული. თუ ვისი, არც აქ დაუკონკრეტებიათ. პროსამთავრობო მედიის ნაწილი საუბრობს, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ჩარევის ნათელი მაგალითი. არავინ ამბობს რა ქვეყანა, რა ორგანიზაცია, რა მიზანი დგას ამის უკან. არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ეს ძალიან ნაცნობი ისტორიაა, განსაკუთრებით გარდამავალი ქვეყნებისთვის. ეს 90-იან წლებშიც მოგვისმენია. ეს ერთგვარი თავდაცვაა, ჩემს წინააღმდეგაა უცხოური ძალა. ეს ჩვენი ხალხი არაა, მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულება არ მინახავს. თუმცა არც იმის მტკიცებულება მაქვს, რომ ასე არ ხდება. იმიტომ რომ ისმის მხოლოდ სიტყვები მტკიცებულების გარეშე. რაც შეეხება ძალადობას, უნდა ითქვას, რომ საპოლიციო ძალები, როგორც მთავრობის იარაღი იძულებულია გამოიყენოს ძალა დემონსტრაციის წინააღმდეგ. მაგალითად, ნოვი სადში დემონსტრანტებს სურდათ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოში შესულიყვნენ. ეს ინსტიტუციაა და პოლიციაც ჩაერთო. ამის მიღმა ძირითადად პროტესტი მშვიდობიანია. არის ინციდენტებიც, მაგალითად ისეთი, როგორიც 2 დღის წინ ნოვი სადში მოხდა, სადაც ახალგაზრდა გოგონას ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო ყბის მოტეხილობის გამო. ეს მეტისმეტი იყო მათთვისაც კი, ვინც მთავრობაშია და პრემიერმა ჩათვალა, რომ მისი გადადგომა გარდაუვალი იყო. ამაში ჩართული 4-ვე მამაკაცი მართლ პარტიას წარმოადგენდა. ისინი დააკავეს. ბოლო დემონსტრაციებზე ბელგრადში 100,000 ადამიანი მონაწილეობდა. ამ მასშტაბის გამო ალექსანდრ ვუჩიჩისთვის ახალი არჩევნების ჩატარება სარისკოდ გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ მას ხმათა 59%-ის აღების იმედი აქვს. არც ახალი მთავრობის დანიშვნაა უმტკივნეულო გზა, რადგან პროტესტის მონაწილეებს ეს არ სურთ. მათი მთავარი მოთხოვნა გარდამავალი მთავრობის დანიშვნაა, რომელიც არჩევნებს თავისი ხალხითა და თავისი წესებით ჩაატარებს. დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რა შანსი აქვს სერბულ ოპოზიციას? რთული საკითხია. სერბეთის ოპოზიციაში არიან მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიები, რადიკალურად მემარჯვენეებიც, ლიბერალური, პროევროპული პარტიები. ვერაფერს ვიტყვი მემარცხენე პარტიებზე. ასეთი არ ვყავს, გარდა სოციალისტებისა, რომელიც მართველი პროგრესული პარტიის კოალიციური პარტნიორია. ასე რომ ოპოზიცია დანაწევრებულია და ეს საფრთხეს წარმოადგენს მთავრობისთვისაც, რადგან მათ არ იციან, ვინ არის რეალური ოპონენტი. ეს კი უპირატესობაა პროტესტის მონაწილეებისთვის. ალტერნატიული სცენარია, რომ ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს და არ მიიღოს მასში მონაწილეობა, როგორც ეს ჩრდილოეთ მაკედონიაში მოხდა. ოპოზიცია არაა ურთიერთმეგობრული, თუმცა საერთო მტერი ხავს, ასე რომ აქვთ მიზეზი გაერთიანდეს კიდეც. როგორც ეს 25 წლის წინ მილოშევიჩის დროს მოხდა. შეუძლიათ გაერთიანება.
დიახ, გაერთიანდებიან არ მგონია. უფრო სავარაუდოა, რომ 2-3 ბლოკი შედგება არჩევნებისთვის, რაც აპრილის მეორე ნახევარში შეიძლება ჩატარდეს. გუშინ პრეზიდენტმა უარყო გარდამავალი მთავრობის შეთავაზება, მაგრამ ბევრი რამ იცვლება. ჯერ კიდევ გუშინ პრემიერ-მინისტრი მშვიდად იჯდა სკამზე, 24 საათში კი ის წავიდა. ასე რომ ყველაფერია შესაძლებელი. გასული წლის გამოკითხვა აჩვენებს, რომ სერბეთში ევროკავშირის წევრობას მოსახლეობის 40% უჭერს მხარს, რაც ბალკანეთის ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ ინფორმაციას აირაი ავრცელებს. სერბეთი ამჟამად ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესშია. ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკოსები ამას ფორმალობას უწოდებენ. ისინი მთავრობას დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესების ნაცვლად მის შებრალვაში ადანაშაულებენ. გასული წლის მონაცემებით სერბების 3 მთავარი პრობლემა მაღალი ფასები, კორუფცია და დასაქმებაა. მეოთხეა კოსოვოს საკითხი. თემა, რომელიც ბევრის აზრით ქვეყნის ევროინტეგრაციის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზია. ბრიუსელი აკვირდება სერბეთში მიმდინარე პროცესებს და ორივე მხარეს მოუწოდებს მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ. მეორეს მხრივ ვერავინ დაადანაშაულებს მათ, რადგან ხედავენ, რომ სერბეთში მინისტრები დააკავეს, პოლიცია არ ძალადობს, დემონსტრანტები გზებს ბლოკავენ. რთულია. ევროკავშირს რომ მოუნდეს ჩვენს ქვეყანაში ვინმეს დაუჭიროს მხარი, ვინ უნდა იყოს ეს? ჯერჯერობით მათი ერთადერთი პარტნიორი მოქმედი მთავრობაა. ამასთან არ არსებობს ხელისუფლების გამოკვეთილი მეტოქე და არც იმის მტკიცებულება, რომ ეს მეტოქე საკმარისად ძლიერია არჩევნებზე მთავრობის დაზამარცხებლად. მომდენო კვირა სერბეთის პოლიტიკაში გადამწყვეტი იქნება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის ვალდებულება მთავრობაზეა. მანამდე კი სამოქალაქო პროტესტი გრძელდება.